რას ასოებით მიბოძეთ საჩუქარი ოსტატო ანტონიო ალბათ მომავწიეთ ფეხი და ეგ არის გეფიცებით მე არ მიქნია აბა მე ვქენი ხის ბრალია მე ხომ ვიცი რომ ძალად დამარტყით ფეხზე ძალად არ დამიტყამს მატყუ არა ხარ ჯეპეტო ნუ შეურაცხყოფ თორემ ჭადაზე გიძახებ შევირო შენა ჭადა ძროხა ჭადა სულელო მაიმუნო ჭადა როცა ჯეპეტო მესამედაც გაიგონა ჭადას მეძახისო ჭკუა გონება დაჰკარგა მივარდა დურგალს და ისევ ატყდა ვაიუშველებელი ცემატყების შემდეგ ოსტატ ანტონიოს ცხვირზე 2 ნაკაწრით მეტი აღმოაჩნდა მის მეგობარს კი 2 ღილით ნაკლები ეკერა ქურთუქზე ამგვარად მეგობრებმა ასე ვთქვათ ანგარიში გაასწორეს ისევ ჩამოართვეს ხელი და სიკვდილამდე მეგობრობა აღუთქვეს ერთმანეთს ამის შემდეგ ჯეპეტომ შეშის ზღერი იღლიაში ამოიჩარა და კოჭლობით გაუდგა გზას შინისაკენ ჯეპეტო სარდაფის ერთ პაწაწინა ოთახში ცხოვრობდა ოთახს ერთადერთი ფანჯარა ჰქონდა და ისიც კიბის ქვეშ გადიოდა ერთი დამჯღრეული სკამი ძველი საწოლი და კოჭლი მაგიდა იყო ოჯახის მთელი მოწყობილობა ამაზე მეტი სიღარიბე წარმოუდგენელი იყო კედელთან პატარა ბუხარი მოჩანდა სადაც ცეცხლი გიზგიზებდა მაგრამ ცეცხლიც დახატული იყო და ცეცხლზე ჩამოკიდებული ქვაბიც ქვაბი მხიარულად თუხთუხებდა და ორთქლით ისე ფარავდა იქაურობას ნამდვილისაგან ვერ გამოარჩევდით როგორც კი ჯეპეტო შინ მივიდა მაშინვე იარაღები მოიმარჯვა და ხის თოჯინას გამოთლას შეუდგა რა დავარქვა ფიქრობდა ჯეპეტო მოდი პინოქიოს დავარქმევ ეს სახელი ბედნიერებას მოუტანს ოდესღაც პინოკიოთან თელ ოჯახს ვიცნობდი მამას პინოქიო ერქვა დედას პინოქია შვილებს პინოქები ყველანი თავს მშვენივრად გრძნობდნენ მათ შორის ყველაზე მდიდარიც კი გასაკითხავით იკვებებოდა მოუძებნა თუ არა სახელი ხის კაცუნას ჯეპეტო გულიანად შეუდგა მუშაობას ჯერ თმა გაუკეთა თოჯინას მერე შუბლი და ბოლოს თვალები როცა თვალების კეთება მოათავა წარმოიდგინეთ მისი გაოცება ხის თოჯინამ თვალების ხამხამი დაიწყო და ჯეპეტოს იაშტერდა ჯეპეტომ ხის თვალების დაჟინებული მზერა იგრძნო უხერხულად შეიშმუშნა და ბურატინოს ნაღვინიანად უთხრა სულელო ხის თვალებო რას მომშტერები ხართ მაგრამ ხის თოჯინა ხმას არ იღებდა ჯეპეტომ ახლა ცხვირი გაუკეთა ცხვირის დამთავრება და მისი წაგრძელება ერთი იყო რამდენიმე წუთში ისე დაგრძელდა რომ ბოლო აღარ უჩანდა საწყალმა ჯეპეტომ ცხვირის დაპატარავება მოინდომა მაგრამ რაც უფრო აჭრიდა მით უფრო იზრდებოდა თავხედი ცხვირი ცხვირს თავი ანება და პირს მიუბრუნდა ჯერ სანახევროდ არც კი ჰქონდა პირი გამოჭრილი რომ ხის კაცუნამ სიცილი დაიწყო რა გაცინებს დაუყვირა გულმოსულმა ჯეპეტომ მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი მე შენ გეუბნები ნუ იცინი უყვიროდა გააფთრებული ჯეპეტო თოჯინამ ახლა კი შეწყვიტა სიცილი და გრძელი ენა გამოუყო ჯეპეტოს ხასიათის წახდენა არ უნდოდა ამიტომ თოჯინას უცნაურობას ყურადღება არ მიაქცია და მუშაობა განაგრძო პირს ნიკაპი მიაბა ნიკაპს ყელი მხრები ტანი და ხელები ამ დროს ჯეპეტომ იგრძნო რომ ვიღაცამ პარიკი მოხადა აიხედა და რას ხედავს ხის კაცუნას მისი ყვითელი პარიკი ჩაუბგუჭავს პინოქიო უთხრა ჯეპეტომ ახლა მომეცი ჩემი პარიკი თორემ იმის მაგივრად რომ პარკი მოხუთისათვის მიეცა პინოქიომ თვითონ ჩამოიცვა თავზე და კინაღამ გაიგუტა პინოქიოს ასეთმა უსაქციელობამ ძალზე დაანაღვლიანა ჯეპეტო ასეთი გულის ტკივილი მთელ ცხოვრებაში არ შეხვედრია შეუმსგავსო შენა უსაყვეტურა ჯეპეტომ და ცრემლი მოიწმინდა ჯერ სულ მოთავებული არც კი ხარ და როგორ იქცევი მამას პატივს არსებ არსი არ გამოგადგება ჩემო შვილო
ახლა ფეხებზე მიდგა ჯერი. როგორც კი ფეხები გაუკეთა, მისი პანღურიც იგემა. ყველაფერში მე ვარ დამნაშავე. ამოიოხრა მან, თავიდანვე უნდა მომესაზრებინა ყოველივე. ახლა რაღაც დრო ისია. ჯეპეტომ ძირს ჩამოსვა თოჯინა და სიარული დააწყებინა. მაგრამ პინოქიოს ისეთი მოუქნელი ფეხები ჰქონდა, რომ ძლივს ამოძრავებდა. მაშინ ჯეპეტომ ხელი მოკიდა და სიარულის სწავლება დააწყებინა. პინოქიო ნელა-ნელა აბაკუნდა. მერე უფრო თავისუფლად გაიარა და რამდენიმე წუთში მთლად გამართულად დაიწყო სიარული. ბოლოს და ბოლოს კარის ღრუბლს გადააბიჯა, გარეთ გავარდა და ქუჩა გადაირბინა. საწყალი ჯეპეტო უკან გაჰყვა, მაგრამ რას დაეწევოდა? პინოქიო კურდღელივით მიხტოდა და თავის ხის ფეხებს ისე მიაბაკუნებდა ქვაფენებზე, თითქოს 20 წყვილ ფეხსაცმელს ერთად ადგამენო. დაიჭირეთ, არ გაუშვათ, ყვიროდა ჯეპეტო. მაგრამ მეძებარი ძაღლივით მორბენალ ხის კაცუნას გამლელები თვალს ვერ აშორებდნენ და ისე ხარხარებდნენ, ვერც კი აგიწერთ. ბედად პოლიციელი გამოჩნდა. მას ეგონა ალბათ კვიცი თუ გამოექცაო პატრონს. შუა ქუჩაში გადგა ახოვანი მამაცი და მოემზადა ჩამოივლის თუ არა ხელს ვტაცებო. პინოქიო შორიდანვე მიხვდა, რომ პოლიციელმა გზა გადაუჭრა და ფეხებ ქვეშ უნდა გაძრომოდა, მაგრამ ვერ მოახერხა. პოლიციელმა სხარტი მოძრაობით პინოქიოს ხელის ტაცაც ხვირზე. ცხვირი კი მოგეხსენებათ, საოცრად გრძელი ჰქონდა. თითქოს მარტო იმისთვის დაგრძელებოდა, რომ პოლიციელს ეტაცა ხელი და ჯეპეტოს გადასცა. მოხუცს უნდოდა პინოქიოსათვის ყური აეწია, მაგრამ სად ჰქონდა ყური? წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როცა ვერც ერთი ყური ვერ მოიხელთა. როგორ გგონიათ, რატომ? ჯეპეტოს ხის კაცუნასათვის ყურების გაკეთება დავიწყებოდა, მაგრამ პინოქიოს ქეჩოში ჩავლო ხელი და დაემუქრა. დამაცადე, შინ მიგიყვანო, რა დღეს დაგაყრი. პინოქიო შეეშინდა მუქარისა, გაწვა მიწაზე და აღარ განძრეულა. გარშემოცნობის მოყარეთ და უსაქმურთა მთელი ჯარი შემოეხვია. ყველა სხვადასხვას ამბობდა. საწყალი ხის კაცუნა, თანაგრძნობით ამბობდნენ ერთნი. რაქნას თუ კი შინ წასვლა არ უნდა. იცის რომ ეს არამზადა ჯეპეტო ცხვირიდან ძმარს ადენს. სხვები უდასტურებდნენ. ამ ჯეპეტოს ვითომ კაი კაცად მოაქვს თავი, მაგრამ დიდი უმოწყალო ვინმეა ბავშვების მიმართ. ეს ხის თოჯინა ხელში რომ ჩავუგდოთ, ლუკმა აკუწავს. მათ იმდენი იმჟელეს და იქაქანეს, სანამ პოლიციელმა პინოქიო არ გაათავისუფლა და მის მაგიერს საწყალი ჯეპეტო არ დაიჭირა. მოხუც მოულოდნელობისაგან თავის გასამართებლად ხმა ვერ ამოეყო, მხოლოდ ტიროდა. საპატიმროს კართან მისვლისას ეზღა თქვა